ყველა წაკითხული წიგნი გასაღებია სრულყოფისაკენ, ყველა წაუკითხავი წიგნი კი გასაღებია დეგრადაციისაკენ. 28 წლის ნინოსთვის ღამის ცვლა ქალაქის უძველეს ბიბლიოთეკაში სასჯელი არ ყოფილა. ეს იყო თავშესაფარი. ტრიის ძველი ქაღალდისა და ცვილის სუნი, ცამდე აზიდული თაროები. აქ მილიონობით ამბავი დუმდა. ნინო მათ ისე ელოლიავებოდა, თითქოს სათითაოდ უფრთხილდებოდა მათში დამალულ საიდუმლოებებს. მის ყურსასმენში ბახი ჟღერდა, რაც საოცარ კონტრასტს ქმნიდა ამ პირქუშ სიჩუმესთან. მაგრამ იმ ღამეს ყველაფერი შეიცვალა. მაგიდაზე უპატრონოდ მიგდებული წიგნი იდო, უსათაურო, უავტორო, თითქოს დიდი ხნის ლოდინისაგან დაღლილი. ნინომ ყურსასმენები მოიხსნა და დაცვის ბოლო ზღუდეც გაქრა. ფრთხილად გადაფურცლა, გვერდები ცარიელი იყო გარდა უკანასკნელისა. იქ უხეში შტრიხებით თავად ეს ბიბლიოთეკა ეხატა, რომელსაც შავი ბლანტი მასაშთან თქავდა. ხოლო ნახატის ქვეშ სისხლისფერი მელნით ეწერა: ის შეგხედავს იმ კუთხიდან, საიდანაც შენ ვერ ხედავ, ვერც შენს თავს და ვერც გარემოს. ნინომ ჩაიცინა, რა საბავშვო სისულელეა, გაიფიქრა ნერვიულად, მაგრამ ირონია წამში გაეყინა სახეზე. იქ ბნელ კუთხეში, საიდანაც ვერაფერს ხედავდა, რაღაც იდგა. ეს არ იყო ადამიანი, ეს იყო ფორმა დაკარგული შავი ლაქა, რომელიც სინათლე შთანთქავდა. ის არ მოძრაობდა, ის უბრალოდ იცვლიდა ადგილს. შიშმა ნინოს სხეული დაუდამბლა. ნინო გაიქცა, მაგრამ კარი, რომელიც წამის წინ ღია იყო, ახლა უხმო გრუხუნით ჩაიკეტა. ის ისევ იმ მაგიდასთან აღმოჩნდა, წიგნი კი თავისთავად გადაიშალა. გაყვითლებულ გვერდებზე განაჩენი გაჩნდა, ის ჩაგხედავს სულში და შენ ხმას ვეღარავინ გაიგონებს. ნინო მიყვირა, მაგრამ ყელიდან მხოლოდ ხავილი ამოუვიდა. მონსტრი მიუახლოვდა. იატაკზე დავარდნილ წიგნში კი მისი სიკვდილის ქრონიკა იწერებოდა. ის შეეხო მას და ადამიანი მხოლოდ წიგნში აღწერილ ისტორიებია. ყველაფერი გაშალდა. ბიბლიოთეკა კი ისევ ჩვეულებრივი გახდა. მხოლოდ იატაკზე დაგდებული ყურსასმენებიდან ჟონავდა რაღაც, არა სისხლი, არამედ შავი მელანი. ახალ ყდაზე სათაური, დამლაგებელი, ნელა გაფერმკრთალდა და მის ადგილას ახალი წინადადება გაჩნდა. ძველ ბიბლიოთეკაში მომუშავე დამლაგებელი აღმოაჩენს წიგნს, რომელსაც ცხოვრებაში გადმოაქვს ის სიუჟეტები,
რაც მასში აღწერილი. ახლა ნინო აღარ არის ადამიანი. ის ამ წიგნის ისტორიაა. ის არის ბნელი ლაქა, რომელიც კუთხეში დგას და ახალ დამლაგებელს, ახალ მსხვერპლს ელოდება. ნინო ნაწარმოებების ხმას მუსიკით ახშობდა. ბიბლიოთეკა მგლის თავად აქცია წიგნის ისტორიად.